მოგესალმებით. როდესაც ქველმოქმედებაზე ვსაუბრობთ, მუდმივად მახსენდება ერთი გენიალური ფრაზა, რომ სიკეთე კეთდება ჩუმად, სხვა დანარჩენი არის უბრალოდ სპექტაკლი. დღეს საინტერესო თემაზე, საინტერესო სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, ბიომეტრიის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნანა საყვარელიძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა რომ მოგწანთ. მოგესალმებით ჩვენ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგწანთ, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ. ქალბატონო ნანა, სიკეთე ქველმოქმედება თანაგანცდა ან შესუსტებულია დღევანდელ რეალობაში? ან ერთგვარი ტენდენციის ქვეშ, ქოლგის ქვეშ არის მოქცეული? დღეს ძალიან ბევრმა გააცნობიერა მისი საჭიროება, მაგრამ როგორ კეთდება სიკეთე და რა კულტურული სტანდარტი ახლავს მას ძალიან ცოტა მიცის. მაშინ, როდესაც შუშმუ თემის ირგვლივ ტერმინოლოგიაც კი იყო ბუნდოვანი, თქვენ ძალიან ახლოს მიხვედით ამ საქმესთან და ტენდენციის მიღმა თქვენი ცხოვრება დაუკავშირეთ ძალიან მნიშვნელოვან შინაარს. ეს არ იყო ერთჯერადი აქტივობა, ფაქტობრივად მთელი თქვენი საქმიანობა უკავშირდება სხვაზე ზრუნვას. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხის წამოწევისთვის, მით უმეტეს რომ ბოლო ხანებში ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა სოციალურ საკითხებს და გარწმუნებთ რომ ეს არა მარტო ჩემთვის დაუშვათ, არამედ ჩვენი ბენეფიციარებისათვის ძალიან სასიხარულო იქნება, როდესაც ისინი გაიგებენ, რომ მათ საკითხებზე იყო დღეს გადაცემა და ამას ეს მოისმინა მთელმა აჭარამ. 90-იან წლებში მე ვიყავი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ცენტრის დირექტორი და მაშინ პირველად მივაქციე ყურადღება მიუხედავად იმისა, რომ პედიატრი ვიყავი, რომ ბავშვები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომლებიც ჯანმრთელ ბავშვებთან ერთად იყვნენ, გაცილებით უკეთ ვითარდებოდნენ, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ისინი იყვნენ ცალკე. და პლუს ჯანმრთელი ბავშვებისთვისაც ძალიან კარგი იყო ეს, ვინაიდან თანაცხოვრების კულტურა ყალიბდებოდა. ეჩვეოდნენ, რომ მოვლის ისა ჰქონდათ დახმარების სურვილი და მაშინ პირველად დამებადა აზრი, რომ იქ გამეკეთებინა ერთობლივი ცენტრი ასეთი ბავშვებისათვის, ვინაიდან მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ცენტრში არ იქნებოდა წინააღმდეგობა მშობლებისა, რომ ეს ბავშვები ყოფილიყვნენ ერთად. იმ პერიოდში ახლა ცოტა გაურკვეველი შეიძლება იყოს ბევრისთვის, მაგრამ ბაღში და სკოლაში ბევრი მშობელი იყო წინააღმდეგი, რომ ეს ბავშვები ყოფილიყვნენ ერთად და ბაღებში და სკოლებში არ ხდებოდა ასეთი ბავშვების ჯანმრთელ ბავშვებთან ერთად მიღება. დღესაც არის მსგავსი გამოვლინება, შესაძლოა ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ შემთხვევები არის. კანონით უკვე ყველა ბაღი და ყველა სკოლა ვალდებულია, რომ მიიღოს ესეთი ბავშვები. 90-იან წლებში ეს ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო და შემდეგ უკვე 2002 წელში ვიყავი შვედეთში და იქ გაკვირვებული. ქალბატონო ნანა, მაპატიეთ ჩაგეკითხებით, ვერ მოხერხდა ეს იყო წმინდა წყლის ფინანსური პრობლემა, თუ ეს იყო მიუღებლობა ან უკანა პლანზე საკითხის გადაწევა. მაშინ მე ვთვლი, რომ საზოგადოება არ იყო ამისთვის მზად და შესაძლოა სახელმწიფო რესურსების მობილიზება ამ ნაწილში ფუჭად ითვლებოდა. გასაკვირველია, ბავშვთა სახლი იყო საჯარო დაწესებულება, რომელიც ემორჩილებოდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და რასაკვირველია, მათი ის იყო თანხმობა საჭირო, რომ ასეთი რამ გაკეთებულიყო და მზაობა ნამდვილად არ იყო მაშინ და ამიტომ მაშინ ვერ მოხერხდა ამის გაკეთება. მადლობა. როდესაც შვედეთში ვიყავი, ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, რომ ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მოძრაობდა ქუჩაში. და ვიკითხე რატო ამდენი პირი შვედეთში, სადაც ასეთი განვითარებულია თუ გინდათ მედიცინა და მითხრეს, რომ ეგ არის პროცენტულად 10% ყველა ქვეყანაში და ესენი იმიტომ ჩანან, რომ ყველა ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და რომ ჩამოვედი, მაშინ ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია, სამედიცინო ასოციაცია თანა და დავიწყეთ უკვე აჭარაში კვლევა ასეთი პირების საჭიროებისა. მოვიარეთ მთელი აჭარა
და მართლა ძალიან გაკვირვებული დავჭი, რომ ძალიან ბევრი აღმოჩნდა შესაძლებლობის მქონე პირი, რომლის არსებობა ხშირ შემთხვევაში მეზობელმაც კი არ იცოდა. იმიტომ რომ იყო სტიგმა, თუ ოჯახში იყო ასეთი პირი, შეიძლება იმ ოჯახიდან გოგო ვერ გაგეთხოვებინა, ან რძალი ვერ მოგეყვანა და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი თემას ეხებთ. შემდეგ უკვე 2007 წელს გავხსენით პირველი დღის ცენტრი. 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა. ეს ცენტრი გავხსენი ნაქირავებ სახლში, მეგობრისგან ვიქირავე დიდი კეთილმოწყობილი სახლი, თავისი ეზოთი და დავიწყეთ ბავშვების მოზიდვა და ამ მოზიდვასაც ძალიან დიდი პრობლემები შემხვდა, ვინაიდან არ გვატანდნენ ბავშვებს. და პირველად დავიწყეთ 8 ბავშვით. მაგრამ უკვე სადღაც 6 თვეში ავედით 20 ბავშვამდე, იმიტომ რომ დაინახეს, რომ ჩვენ რას ვაკეთებდით. ამ შემთხვევაში ისე ნდობის ფაქტორი იყო თუ ისევ სტერეოტიპი მუშაობდა? ორივე ერთად, ნდობისაც იყო და სტერეოტიპიც. ანუ ჩვენი მომსახურება რას მოიცავდა? ტრანსპორტირება ბინიდან ცენტრამდე და უკან, ორჯერადი კვება და ყავდა ძალიან კაი პედაგოგები, ძალიან კარგი კოლექტივი შეიკრას, სადაც ნამდვილად უყვარდათ ეს ბავშვები, ნამდვილად ცდილობდნენ მათ დახმარებას. თანდათან გავიზარდეთ და 2013 წელს აჭარის მთავრობამ გადმოგცა ყოფილი ბავშვთა სახლის შენობა, რომელიც იმ დროისათვის იყო თითქმის სრულიად დანგრეული. იმ პირობით გადმოგცა უზურპროპტის წესით, რომ ჩვენ მოვახდენდით ამ შენობის რეაბილიტაციას და შემდეგ განვახორციელებდით სოციალურ პროგრამებს. და ამ ნაწილში დახმარების ხელით მოდის უცხო ქვეყანა. თუ სწორად მახსოვს ქრონოლოგია. თურქეთის განვითარების სააგენტო თიკა, რომელმაც მთლიანი რეაბილიტაცია გაუკეთა ამ 4 სართულიან შენობას. და მინდა გითხრათ, რომ ევროპული სტანდარტებით არის ყველაფერი გაკეთებული. ამის შემდეგ ჩვენ გავხსენით უკვე 18 წლის ზემოთ დღის ცენტრი. ამავე შენობაში გაიხსნა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, სადაც როგორც ჯანმრთელი დედები და ბავშვები არიან ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედები და ბავშვებიც. შემდეგ გავხსენით ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრი, იქ ლოგოპედის მომსახურება, ფსიქოლოგის მომსახურება. ამასთან მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვრინავდით ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას. გამოგივიდათ ქალბატონო ნანა, თქვენ ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებთ სწორედ და აღნიშნავთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა და ფორმირება. გამოგივიდათ ეს ნაწილი საქმიანობის? მთლიანად რასაკვირველი არა. იმიტომ რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძალიან ძლავრია სტიგმა და არა მარტო იმ ხრივ, რომ დაუშვათ მეუღებლობა ასეთი პირებისა, მიმღებლობის შემთხვევაშიც კი ძალიან არ გამოიხატება სწორად ეს მიმღებლობა. ანუ ასეთი პირები პოზიტიურ დისკრიმინაციას გულისხმობთ სავარაუდოდ. პოზიტიური დისკრიმინაცია მიდის, ეწოდებათ, ისეთი გამოთქმებიც არის, რომელიც მიუღებელია თავისთავად და ხშირ შემთხვევაში ვერაცნობიერებს, რომ ეს შოვრაც მყოფელია ამ პირისადმი, ასეთი მიმართვა და ჩვენ ხშირად გვაქვს ძალიან ხშირად შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან, ვესაუბრებით მათ, გინდათ მიმართვების წესზე, მოქცევის თავისებურებებზე და მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, რომ ეს პირები ჩვენთან თავს გრძნობენ ბედნიერად. მათთვის მართლა ძალიან რთულია ის დღეები, რომელშიც როცა ჩვენთან არ მოდიან. იგივე შაბათ-კვირას ითხოვენ, რომ კიდე წავიდეთ რა, იმიტომ მთლიანად ჩართული არიან ცხოვრებაში. რამდენად წარმატებით დანერგეთ სოციალური ინკლუზია? მნიშვნელოვანი ნაწილია, ვფიქრობ, პრინციპში სახელმწიფოც გადაეწყო ამ მიმართულებით გამს ნაბიჯებს, თუმცა უდიდესი კომპლიმენტი ჩემგან, ბევრად ადრე დაიწყეთ თქვენ ეს პროცესი, ვიდრე განათლების სისტემა გააცხადებდა ამ კეთილნებას ერთგვარს.
დიახ, უმრავლესი ჩვენი ბენეფიციარისა ჩართულია სკოლაში. დადის სკოლაში, ჩვენ სკოლის პედაგოგებთან ერთად ხშირად განვიხილავთ, ანუ რამდენი რა ხანგრძლივობა შეიძლება იყოს სკოლაში ეს ბავშვი, რამდენი ჩვენთან, რას მიაღწია სკოლაში, ჩვენთან რა რითი გავაცლიეროთ ეს უნარჩვევები, რაც მათ აქვს და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ამ ბავშვებმა ისწავლეს სხვებთან ურთიერთობა. ანუ, როდესაც ჩვენ სადმე მიყვავს ეს ბავშვები, თეატრი იქნება, კაფე იქნება, თუ სხვა საჯარო სივრცე, ისინი აბსოლუტურად თავისუფლები არიან. აღარ აქვთ ის სტიგმა, რომელიც მანამდე ჰქონდათ, რომ დაინახავდნენ უცხო პირს ან თავიდან ჩვენთან რო შემოვიდნენ, ხელს იფარებდნენ ხოლმე, რომ მივესალმებოდით, აი ეგეთი ისინი ჰქონდათ, რომ სოციალური უნარებიც იყო უკან. დიახ, ამჟამად ეს სოციალური უნარები ბევრად ბევრად კი არა გაუმჯობესებულია და ნუ ამ ბავშვებს ეს აღარ აქვს თავისუფლად ცეკვავენ, ღერიან. თითქმის ყოველ წელიწად ჩვენ გვაქვს თეატრებში გამოსვლა, იქნება ეს საზაფხულო თეატრი, იქნება ეს კულტურის ცენტრი თუ სკოლა, სხვადასხვა. კაპიტან ნანა, სოციალური უნარების გაუმჯობესებაზე კონკრეტულად მუშაობდით ამ შემთხვევაში, თუ უბრალოდ სოციალიზაციამ ავტომატურად მოიტანა ამ უნარჩვევების ჩამოყალიბება? ჩვენ მუშაობდით იმაზე, რომ გაგვეძლიერებია ის უნარები, რომლებიც ამ ბავშვებს ჰქონდა. ჩვენთან არის, როცა ბავშვი შემოდის, ვაკვირდებით ერთი თვე, შემდეგ ხდება გაწერა, რომ 6 თვის მანძილზე რაზე ვიმუშაოთ, რა უნარი გაუმჯობესოთ ამ ბავშვს, რომ შემდეგ უკვე ამ უნარით, შემდეგ სარგებელი ნახოს, შემდეგ გადავდივართ სხვა უნარზე და როდესაც ამ ბავშვს უნვითარდება ესა თუ ის უნარი, როდესაც ის გრძნობს გამარჯვების სიხარულს, ეს სტიგმები მას თანდათან ეხსნება და თანდათან ხდება სოციალური ინკლუზია, ხო? ის როდესაც მიდის თანატოლებთან, მას უკვე თავისუფლად შეუძლია მათთან ერთად ძირწოს, ხატოს, იმღეროს, იცეკოს, იმიტომ რომ აი ეს რაც შეიძლება თანასწორობის შეგრძნება ბადებს ახალ სტიმულს და მოტივაციას ბუნებრივია. ამასთან ვიწერთ მათ სურვილებს, რა უნდათ, ვისთან შეხვედ რა უნდათ, ძალიან უყვართ სპორტი, დაუშვათ მსახიობები, ხშირად გთხოვენ ხოლმე, რომ შევახვედროთ მათ, ამიტომ გვაქვს დაუშვათ ბათუმის დინამოსთან კარგი ურთიერთობა, ხშირად დავყავს სტადიონზე. დიდი მადლობა ბათუმის დინამოს. კაპიტან ნანა, მნიშვნელოვანი ნაწილს მივახლოვდით, პრინციპში მქონდა გამიზნული, რომ ამ კითხვას დავსვამდი, მაგრამ თემამ წამოჭრა ეს საკითხი. ვინ არის თქვენი მხარდამჭერე აი ამ გზაზე? უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ეს მუშაობა, მიმართეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, მაშინ დაიწყო დღის ცენტრების პროგრამა 6-დან 18 წლამდე, გაიხსნა სხვადასხვა ქალაქში უკვე გაიხსნა დღის ცენტრები. შემდეგ, როდესაც ბავშვები გაიზარდნენ, მიაღწიეს 18 წლის ასაკს და მოთხოვნაც წამოვიდა, ბათუმის მერია ძალიან დაგვეხმარა და შექმნა პროგრამა პრობლემების მქონე ბავშვების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. ანუ ძირითადად ამ თანხებით ჩვენ ძირითად საჭიროებებს ძლევთ. კაპიტან ნანა, შეცვლილია დამოკიდებულება დონაციის მიმართ, ფინანსური დონაციის მიმართ ერთგვარი ქვეყნის პოლიტიკა და გადაწყობა გაცხადებული ამ ნაწილში. თქვენ საქმიანობაში აისახა თუ არა ეს ცვლილება და არის თუ არა ხელი შემშლელი ის დღის წესრიგი, რომელიც დღეს გვაქვს? მე მაგალითად ჯერჯერობით ვერ ხედავ ამას. რომ რაიმე გავლენა იქონიოს, ვინაიდან ჩვენი ყველა მოქმედება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ყველა კაპიკი არის გამჭვირვალე. ხშირად გვაქვს მონიტორინგი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ და მე ვთვლი, რომ მონიტორინგი და შემოწმება პირიქით აძლიერებს დაწესებულებას, ცდილობს რომ გააკეთოს უკეთესად და თუ რაიმე შეცდომა გამოასწოროს,
მე ჯერჯერობით ვერ ხედავ. დიახ, გამიზნული იყო ბუნებრივია ეს კითხვაც, საზოგადოების ინტერესიც არის და რაც თავარია, ძალიან ხშირად არის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სწორედ ამ მოწყვლად კატეგორიაზე აისახება უარყოფითად, ამიტომ თქვენ პირდაპირ შეხება გაქვთ ამ პროცესთან და ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იყო თქვენი შეფასება. აი დღესაც ახლა მე მოვდივარ შეხვედრიდან, რომელიც World Vision-მა ჩაატარა და ძალიან კარგი პროექტები ისახება სტანდარტიზაციის, როგორ მოხდეს სამომავლო თანამშრომლობაზე საუბარი. ხო, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით არის და სტანდარტიზაცია რომ მოხდეს, მონიტორინგი როგორ უნდა ჩატარდეს, რა, ძალიან კარგი პროექტები იგეგმება და მე იმედი მაქვს, რომ არ შეჩერდება ეს პროგრამები. ვიმედოვნებთ, ხალბატონო ნანა, რა რიცხვზე, რა რაოდენობაზეა გათვლილი თქვენი დღის ცენტრი, თქვენი საქმიანობა, რა რაოდენობას მოიცავს? ანუ ჩვენთან 6-დან 18 წლამდე ბავშვთა ასაკის ცენტრი არის 30 ბავშვზე, დღეისათვის არა ყავს 30. დიდები არის გათვლილი 40-ზე, ანუ 18 წლის ზემოთ ბენეფიციარები გათვლილია 40 ბენეფიციარზე. დიდათა და ბავშვთა თავშესაფარიც გათვლილია 45 ბენეფიციარზე, დღეისათვის 16 და ყავს და დანარჩენი. ეს რიცხვი არის ის რიცხვი, რომელსაც ფინანსურად ახერხებთ გავუმკლავდეთ, თუ საკმარისია ამ ეტაპზე ეს მოცემულობა? ეს მოცემულობა ჩვენთვის საკმარისია, ვინაიდან ჩვენ გვაქვს კარგი ბაზა, ანუ ყავს მანქანა საკუთარი, რომელთაც ვიმსახურებით. რასაკვირველია, ჯობია რომ მეტი იყოს, ძირითადად პრობლემები ხელფასის რაოდენობაზეა, ვინაიდან ძალიან დიდი ხალხასების მიცემას ვერ ვახერხებთ და გადინება ჯერჯერობით არა გვაქვს, ვინაიდან ყველანაირად ვცდილობთ რომ რაღაც სხვა პირობები შევქმნათ მათ, მაგრამ გესმით რომ მათთან მუშაობა ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან საინტერესო ნაწილია. მაშინ, როდესაც ბნელი 90-იანი წლებიდან მოვდივართ და იმ ქაოტური დროიდან სამწუხაროდ, როგორ გაუმკლავდით იგივე თანამშრომლების კვალიფიკაციის ნაწილს, საიდან მოვიდა ეს ბირთვი, რომელსაც ანდეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საკმაოდ სენსიტიური საზოგადოების ზრუნვის ნაწილი. როგორ შეძელით ამ გუნდის ფორმირება მაშინ, როდესაც ძალიან რთული იყო ინფორმაციაზე ცდომაც კი? ძალიან რთული იყო, რასაკვირველია, 90-იან წლებში ეს რასაკვირველია ვერ მოხერხდა, დავიწყეთ როგორც გითხარით 2002 წლიდან კვლევა, შემდეგ უკვე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ჩატარდა ტრენინგები თბილისში, ბათუმში და ყველა ჩვენი პედაგოგი გადამზადდა ან მომსახურების მისაღებად. მაშინ ცოტანი ვიყავით და არ იყო ძნელი ამ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება, ამიტომ ყველა ჩემი თანამშრომელს აქვს ტრენინგი გავლილი და დღესაც აი თითქმის ყოველწლიურად გადიან რომ განავითარონ ეს ყველაფერი იცვლება, იცით მიდგომები იცვლება და ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ მიდგომებს და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ბავშვები იყვნენ სრულად ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმა საერთაშორისო ურთიერთობების და მათი როლის და წვლილის კონკრეტული საკითხების მიმართ. საინტერესოა როგორია ქართული ბიზნესის დამოკიდებულება. გაქვთ პრაქტიკაში მსგავსი გამოცდილება? არა გვაქვს ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ძალიან ბევრი მცდელობა, რომ დამეინტერესებინა, ასე რომ ვთქვათ, მით უმეტეს რომ ჩვენ არ ვითხოვდით რაღაცა ბევრს. გარდა ფეხბურთის ფედერაციისა, როგორც გითხარით და მისი ცალკეული წარმომადგენლისა, რამდენიმე აი ფეხსაცმლის მაღაზია გვაქცევს ყურადღებას და ჩვენ ბენეფიციარებს თავშესაფრის წელიწადში ორჯერ მოაქვს და ბავშვებს თვითონ გადასცემს ფეხსაცმელებს. დანარჩენი მძლავრ ბიზნესზე მაგ ამ შემთხვევაში აქცენტები ხშირად, მაგრამ იცით რა არის, ძალიან დამცირებულად ვგრძნობ თავს, მართალი რომ გითხრათ, როდესაც მივდივარ
და გიყურებენ ისე რომ ვერ ხვდებიან რომ ეს მარტო ჩემი საქმე არ არის ხო მე არ ვითხოვ ჩემთვის ყოველთვის უნდა გაითავისო რატო გთხოვენ რისთვის გთხოვენ და უნდა იყო ჩართული ასეთ საქმიანობაში. ერთადერთი არის კიდე გეუბნებით რომ თიკა თურქეთის განვითარების ფონდი რომელიც ძალიან ხშირად მოდის სარემონტო სამუშაოებში გვეხმარება დაუშვათ წელს დღემდე გრძელდება ეს ურთიერთობა. დღემდე გრძელდება კი როცა ხედავენ რომ ჩვენ მთლიანად კარგად ვულით ასე რომ ვთქვათ იმას რაც მათ გააკეთეს და ცდილობთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მათ მიერ გაკეთებული კიდევ უჩნდებათ სურვილი რომ კიდე დაგეხმარონ და აი წელს კარგი ოთახი გავეკეთეს მაგალითად სენსორული განვითარებისა და იმედი გვაქვს რომ კიდე გავაგრძელებთ ამ ურთიერთობას. დანარჩენი იყო კიდე ერთი სამშენებლო ორგანიზაცია რომელმაც არის სურვა სახელის თქმაც კი ხო მაგრამ ნუ კარგი საქმეები გავეკეთა კარებები გამოცვალა შეათეთრა სადაც საჭირო იყო დანარჩენი ნამდვილად ქართული ორგანიზაციები სამწუხაროდ არ კუწყალობენ ასე რომ ვთქვათ. ძალიან გაუბრაზდი მინდა გითხრათ ვიყო გულწრფელი ძალიან გაუბრაზდი თუმცა მთმენის ვალდებულება მაიძულებს შევეკავო თავი მკვეთრი განაცხადისგან ბუნებრივია მაინც ჩნდება კითხვა როგორ აფასებთ საზოგადოების ფსევდოჰუმანიზმს და როდესაც აი ამ შეფერხებებს ადევნებთ თვალს როგორია თქვენი რეაქცია ამ დროს საკმაოდ მძიმე რეაქცია მაქვს, იმიტომ რომ კიდევ ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეა ამხელა ინფორმაციული შესაძლებლობებია, რომ გაერკვე ყველაფერში, ძალიან ბევრს კიდე არ ესმის რა არის ქველმოქმედება, რა საჭიროა და ეს ქველმოქმედება არ კეთდება, მეგობრებო, მხოლოდ სხვისთვის, ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის კეთდება, ვინაიდან იმას, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია ხო, ეს ნამდვილად ძალიან სწორი შეფასება და ეს უპირველეს ყოვლისა მათთვის კეთდება, მაგრამ როცა დავუშვათ ეუბნები, მე იმდენ ვინმეს ვეხმარები, ხშირად არის ესეთი ისა და რომ გითხრათ ნამდვილად არ მაქვს სურვილი რომ მესმის აბსოლუტურად. ქალბატონო ნანა, განათლების სექტორთან გაქვთ თუ არა პრეტენზიები? მაშინ როდესაც ტერმინოლოგიაზე ვსაუბრობთ, დამოკიდებულებაზე, გამქრალ ემპათიაზე, შესუსტებულ თანაგანცდაზე, იგივე ახალ თაობასაც ხშირად საყვედურობთ ამ ნაწილს. განათლების სისტემასთან გაქვთ თუ არა პრეტენზიები? განათლების სისტემასთან ძალიან დიდი პრეტენზიები გვაქვს. მაგალითად ყველა ბავშვი არის შექმნილი კომისია, რომელიც განსაზღვრავს, ვინ წავიდეს სკოლაში და ვინ არა დაუშვათ. ხო, სკოლაში ყველა ბავშვმა უნდა იაროს, მაგრამ ჩემის აზრით თავიდან მაინც როდესაც ბავშვი აბსოლუტურად მომზადებელია სკოლისათვის, ასეთ ბავშვი არ შეიძლება სკოლაში წავიდეს. რატო ვამბობ ამას? ამ დროს არა მარტო სხვა ბავშვების უფლებები იზღუდება, არამედ ამ ბავშვის უფლებები იზღუდება და სკოლაც უნდა შეხვდეს და მოსწავლეები უნდა ქონდეს ჩატარებული გარკვეული მუშაობა, რომ ბავშვებმა მიიღონ ახალი მათგან განსხვავებული ბავშვი. უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არ არის რაღაც, ეს არის განსხვავებული და განსხვავებულება რამდენად კარგია, ვიდრე ერთფეროვნება, ხო? მაგრამ მაშინ, როდესაც პირდაპირ ბავშვი არსად არ არის ნამყოფი და პირდაპირ მიდის სკოლაში, არ აქვს არანაირი უნარი 5 წუთიც კი რომ დაჯდეს კლასში, ისე რომ სხვა არ შეაწუხოს დაუშვათ, ხო? ეს ორმხრივად ძალიან ცუდია და განსაკუთრებით ასეთი ბავშვებისთვის არის ცუდი. ამიტომ არის დღის ცენტრი დაუშვათ, მე კი არ ვამბობ, რომ ჩვენ რაღაც, მაგრამ ჩვენ თანდათანობით ვაჩვევთ ამ ბავშვებს, რომ თავიდან რომ მოდის ზოგიერთი საერთოდ ვერ ჩერდება ოთახში და 1 წუთის შემდეგ გარბის. თანდათან ვაჩვევთ, რომ 3 წუთი გაჩერდეს, მერე 5 წუთით გაჩერდეს. ну შემდეგ უკვე შეეგუოს, რომ ის არის ბავშვებთან
არის სოციუმში და უნდა გაითვალისწინოს არა მარტო თავისი სურვილი, არამედ სხვისი სურვილიც, ხო? პრინციპში თქვენ ფლობთ უკვე სათანადო გამოცდილებას და ერთგვარ მეთოდს, როგორი უნდა იყოს, განსაკუთრებით საწყისი ეტაპი და აქ არც შენიშვნა ალბათ ეს მეტწილად არის ხარვეზე ხაზგასმა და იმ რეკომენდაციებზე, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული და მოსმენელი ბუნებრივია. და სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს შემზადების სამუშაოები ჩატარებული იგივე ტერმინოლოგიის მხრივ, მიმართვის, სწორი მიმართვების მხრივ, არა მარტო ბავშვებიდან, არამედ პედაგოგებიდან. ძალიან ბევრი პედაგოგი არ ფლობს ამ უნარს და მე ახლა ბატონ ტიტეს ვესაუბრე, რომ ხანდახან სტუდენტები მოდიან ჩვენთან და პირველი ხება რომ ხდება ამ ბავშვებთან ისეთი რეაქციები აქვს ამ სტუდენტებს რომ მიგვირს მით უმეტეს რომ ფსიქოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები არიან და ვინც არ მოდის მით უმეტეს ისინი რომ შეხვდებიან შემდეგ უკვე ასეთ ბავშვებს სკოლაში ძალიან არასასიამოვნო იქნება და ბატონ წინა რექტორს ვესაუბრე, მაგრამ ვეღარ მოხერხდა ეს და ეხლა ბატონ ახალ რექტორთან მინდა ვისაუბრო, რომ რაღაც გარკვეული საათები ვითანამშრომლოთ, რომ ეს არის ფაქტობრივად მზა საპრაქტიკო ბაზა, რომელიც კვალიფიციური კადრის მიღების გარანტია. ყველა მომავალი პედაგოგმა რომ გაიაროს ჩვენთან გარკვეულად ერთკვირიანი მაინც თუ ერთკვირიანი არა რაღაც სამდღიანი მაინც პრაქტიკა რომ აი ასეთ ბავშვებთან რაღაც შემხებლობა გქონდეთ რომ მე ცუდად არ გამოვიდეთ. კაპიტანო ნანა, საინტერესოა როგორია ამ დროს ოჯახების მდგომარეობა, მათი ფსიქოემოციური ნაწილი. მე ყოველთვის მაქვს განცდა, რომ რაღაც თითქოს კეთდება კონკრეტული ინდივიდების ნაწილში, მაგრამ არავინ არ ზრუნავს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე იმ გარემოცვის და მიკროსოციუმის, რომელშიც უხდება ცხოვრება ადამიანს. თქვენ ხომ არ გაქვთ ან გეგმავთ მხარდაჭერის ნაწილს, სწორედ აი ამ ნაწილზე და რგოლზე, რომელიც ალბათ შეუცვლელი ღერძია მაინც და დასაყრდნობით. დიახ, მშობლების მდგომარეობა კიდე ძალიან მძიმე ნაწილია ამისი ყველაფრისა, იმიტომ რომ დასაწყისში განსაკუთრებით მშობლები ძალიან განიცდიან ამ მდგომარეობაში, შემდეგ ასე თუ ისე ეგუებიან, მაგრამ თავისთავად ფსიქოლოგიურად მათთან ძალიან დიდი მუშაობა არის საჭირო. ამიტომ წელს ჩვენ გვაქვს მემორანდუმი ახალ ორგანიზაციასთან, რომელიც ფიქრობს კი არა უკვე მერიამ დაიწყო ასეთი პროგრამა მშობლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან საინტერესო სიახლეა, არ ვიცნობ ამ პროგრამას. წელს შარშან დაიწყო ეს პროგრამა და გვინდა რომ ამაში ძალიან აქტიურად ჩავთოთ ჩვენი მშობლებიც. ფსიქოლოგის მუშაობა, სპეცპედაგოგის მუშაობა მათთან, მათი პრობლემების გაზიარება ერთმანეთთან, ანუ იცით, ერთობლივი ფსიქოლოგიური სეანსები, ცალკეული სეანსები და შემდეგ უფრო დაუახლოვდეთ, ასე რომ ვთქვათ, რომ არ იყოს მარტო ის, რომ შენ გივალება მე რა მივალება, არის ხშირად ასეთ შემთხვევებში. თქვენ ახსენეთ მხარდაჭერა დედების ნაწილში, რომელიც სარგებლობენ თქვენი სერვისით. რომელი კატეგორია ქალბატონანა ეს არის? ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები? არ ვიცი რა. თავიდან რას მოიცავს და რა სერვისს თავაზობს თქვენი თავიდან ეს პროგრამა მოიცავდა მხოლოდ მარტოხელა დედებს. მაგრამ შემდეგ, როცა წამოვიდა მოთხოვნა ძალადობის მსხვერპლისა, ჩვენ გავაფართოვეთ ეს პროგრამა და ვღებულობთ დედებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებს ბავშვებთან ერთად, ბავშვის ასაკი უნდა იყოს 10 წლამდე. მხოლოდ თავშესაფარს თავაზობთ ამ შემთხვევაში. ჩვენ ვთავაზობთ ყველანაირ მომსახურებას. ანუ რა შეიცავს ეს? 24 საათიანი ჩვენთან ყოფნა, კვება, სეზონის შესაბამისად ტანსაცმლით უზრუნველყოფა, თავისთავად თეთრეულით უზრუნველყოფა. ამის გარდა ყველა ბავშვი ჩართულია ან ბაღში, ან სკოლაში, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ბაღებთან და სკოლებთან და პირველ რიგში იღებენ ამ ბავშვებს და დასაქმების სააგენტოსთან.
რომ ვაწყებინებთ ამ ქალბატონებს მუშაობას, ვთავაზობთ და ასევე ვთავაზობთ გადამზადებას სხვადასხვა პროფესიაში. შესანიშნავი კოლაბორაცია პრინციპში რამდენად მუშაობს პრაქტიკაში? მუშაობს თითქმის ყველა ჩვენი მშობელი დღეისათვის ჩართულია უკვე და მუშაობს. სამწუხაროდ ახლა ეს ხელფასი არ არის იმის საკმარისი რომ ბინა მაგრამ მერიასთან მქონდა ამაზე საუბარი რომ იქნებ ისეთი მშობლები რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ კეთილ საიმედოდ აი ახლა რო არის იაფის სახლის პროგრამა იქნებ იქ როგორმე ჩავთოთ თუ ისეთი სამსახური აქვს რომ დააკმაყოფილებს იმ პირობებს რომ იქ 400 ლარს გადაიხდის დაუშვათ თვეში ესეც შესაძლებელია თუ ნახავს 1000 ლარიან სამსახურს დაუშვათ 400 ლარი ყოველ თვეში რომ გადაიხადოს არ იქნება იმდენად რთული და ჩვენთან ყოფნის დროს ის რაღაცა ნაწილი შეიძლება გადაიხედოს და ნუ ამიტაც შეიძლება დავეხმარო. ჯერ ეს საკითხი არ არის რასაკვირველია. დიახ, ხაბატონო ნანა, გაქვთ რაიმე გამოწვევა დღეს, რომელზეც ხმამაღლა საუბარს ისურვებდით? გადაუჭრელი საკითხი, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. ეხლა მასეთი საკითხი დღეისათვის არ აგვაქვს. თანდათან ჩვენ ამ ხნის მანძილზე მოვახერხეთ ის ნამდვილად მოვახერხეთ ოღონდ რომ ნორმალური პირობები შეგვექმნა როგორც შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ასევე ქალებისათვის, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, მაგრამ ნუ თავისთავად ახლა გვაქვს ისეთი გამოწვევები, რომ გვჭირდება უფრო მეტი ყურადღება, უფრო მეტი საზოგადოების ჩართვა ამაში, რომ ნახონ, დაინახონ. აი ახლა კონცერტს ვაპირებთ მაგალითად მრავალფეროვნების სილამაზე, ესეთი ის არის და ნუ ყველას მოვიწევთ ალბათ თეატრში, რომ ნახონ რამდენი რამ შეუძლიათ ამ ბავშვებს გვექნება როგორც კონცერტი, ასევე გამოფენა მათი ნამუშევრების და საერთოდ მინდა რომ ყველა მოვიწვიო, რომ ერთჯერ მაინც ამოვიდნენ, ნახონ. ესენი ჩვენი ნაწილები არიან, რასაკვირველია და კიდევ უფრო დარწმუნდნენ, რომ განსხვავებულები არიან ცოტათი, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. და ასევე ყველანი ვართ განსხვავებულები. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ბუნებრივია ყველანი თანხმდებით, რომ სიკეთე არის სამკაულის სულის და ალბათ სული სწორედ ის ადგილია, სადაც სამკაული უნდა მოვირგოთ. ბიომეტრიის მაყურებელს შევახსენებთ, რომ ქალბატონი ნანა საყვარელიძე პასუხობდა გადაცემის შეკითხვებს. მე ყურადღებისთვის მადლობას გიხდით. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობას გიხდით მოგზაურობისთვის. ნახვამდის. მადლობთ.